2024 წლის 8 დეკემბერს ვიყავით თბილისში პეტრიძის ქუჩა ნომერ 7 ბინა 27-ში თეოდორი აბრამოვის დროებით საცხოვრებელ ბინაში მისვლისას დაგვხვდა ნათესავი ზაური ქისტიაშვილი თუ სწორად ვამბობ ჩვეულებრივ მე ვიყავი და დეტექტივები იყვნენ ჩემთან ერთად ალექსანდრე გვინიაშვილი და ლუკა ციკლაური მისვლისას ბატონ ზაურმა გამოყვედა გავაცანით დადგენილება რის საფუძველზეც უნდა ჩაგვეტარებინა ბინაში ჩხრეკა რაზეც დათანხმდა ხელი მოაწერა დადგენილებას გაეცნო დადგენილებას და ჩავატარეთ ბინაში ჩხრეკა რომლის ჩხრეკის დროს რაიმე განსაცინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა შემდეგ დავასრულეთ ოქმზეც გაეცნო ოქმს ბატონი ზაური ხელი მოაწერა და დავშოვე წამოვედით ძალდების ხარეს წარმოდგენილი აქვს ბიოლოგიური დასკვნა რომელსაც წარუდგენს სასამართლოს აღნიშნული დასკვნის დასტურდება რომ თედო აბრამოვს შეხებულობა ჰქონდა ნარკოტიკულ საშუალებასთან ვინაიდან ამოვიდა ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე მისი ბიოლოგიური კვალი თევდორი აბრამოვისგან ეს საკვლევი მასალა, კერძოდ ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა ამოღებულია კანონდარღვევით, პირადი ჩხრეკა ჩატარებული კანონდარღვევით, იმიტომ რომ საფუძველი არ არსებობდა და ამასთანავე ეს ნარკოტიკული საშუალება თევდორი აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ეს თან ჰქონდა პოლიციას. ბიოლოგიური მასალა აღებულია თევდორი აბრამოვისგან პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს მოტყუებით მისი პირის ღრუდან თითქოსა ბრეკეტების ჩვენების მიზნით.